ამანეთის დეკლარირებისთვის შედით თქვენს პირად გვერდზე და აერჩიეთ ამანეთის დამატება. შეავსეთ საჭირო ველები და დაამატეთ ამანათი. შემდეგ აერჩიეთ დეკლარირება. დეკლარირების პირველი გზა არის ინვოისის ატვირთვა. ატვირთეთ ინვოისი და Inexis AI ავტომატურად შეავსებს დეკლარაციის დეტალებს. გაითვალისწინეთ, რომ ინვოისი არ არის აუცილებელი იყოს საიტიდან ჩამოტვირთული PDF ფაილი. შეგიძლიათ ატვირთოთ ინვოისის სკრინიც, მთავარია რომ სკრინზე მკაფიოდ ჩანდეს ამანათის შემადგენლობა, თვითოული ნივთის ღირებულება და ჯამური ღირებულება. გადაამოწმეთ, რომ მონაცემები სწორია, მიუთითეთ კატეგორია და დააჭირეთ დამახსოვრებას. დეკლარირების მეორე გზა არის ხელით შევსება. თუ ამანათის შიგთავში მხოლოდ ერთი ნივთია, რაოდენობაში მიუთითეთ 1. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნივთის ჯამური ღირებულება და ერთეულის ღირებულება ერთმანეთს ემთხვეოდეს. თუ ამანათში რამდენიმე ნივთია, მაგალითად 2, ვაჭერთ შიგთავსის დამატებას, ნივთების ჯამურ ღირებულებაში მიუთითეთ შეკვეთისას ნივთებში გადახდილი სრული თანხა, ანუ ამ ორი ნივთის ღირებულების ჯამი. ვავსებთ შესაბამის ველებს და ვასრულებთ დეკლარირებას. გაითვალისწინეთ, თუ შიდა შიფინგში დამატებით გადაიხადეთ თანხა, ამ ეტაპზე დეკლარირებაში მას არ უთითებთ. დეკლარაციაში იწერება მხოლოდ ნივთების ღირებულება.